წყლისა და კანალიზაციის რეაბილიტაციის პროექტის დასრულება საფრთხე ემუქრება. ასეთი განცხადება გააკეთეს დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ბათუმში მელიქიშვილისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე მცხოვრებ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე. ინფრასტრუქტურული სამინისტროს მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ბათუმის წყალის შესაძლოა ცენტრალურ კომპანიას აღარ შეუერთდეს გიორგი კირთაძე წინა საარჩევნო შუალედურ პასუხად მიიჩნევს. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ კი შეპესე ბათუმის წყალი გაერთიანდება ცენტრალურ წყლის კომპანიასთან, ბათუმში დაწყებულ პროექტებს გერმანული ბანკი აღარ დააფინანსებს. დღევანდელ შეხვედრაზე მოსახლეობამ უკმაყოფილებას სასმელი წყლის გადასახადის დავალიანებასთან დაკავშირებითაც გამოთქვა. ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებას დღეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ უსაფუძვლო უწოდა და აღნიშნა, რომ ბათუმში დაწყებული წყლისა და კანალიზაციის პროექტი გრძელდება და მას პრობლემა არ შეექმნება. გუშინ მოვისმინეთ რეგიონული განვითარების სამინისტროს განცხადება იმის თაობაზე, რომ თითქოს ისინი უკვე აღარ აპირებენ ბათუმის წყლის ცენტრალურ მმართველობაში გადაყვანას, მე მათი განცხადებების არ მჯერა. ეს არის წინა საარჩევნო დაპირება, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი აზრით, რომელსაც ისინი ისევე როგორც სხვა ბევრ დაპირებას არ შეასრულებენ და არჩევნების შემდეგ ისევ შეესწებიან ბათუმის წყლის კომპანიის ცენტრალურ მმართველობაში გადატანას. კიდე ერთხელ მინდა აუხსნა, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ისევე როგორც გიორგი ბრწყინვალეს ქუჩას, ისევე როგორც სხვა ჭაობის ბევრ ქუჩას და ქალაქის იმ ნაწილს, სადაც არ არის კანალიზაციის და წყლის სისტემები მოწესრიგებული, ძალიან დიდი ხნის პერსპექტივით გადაეწევა მათი მოგვარების პერსპექტივა. დღეს ყველაზე დიდი ძიმე ტვირთი ამ მოსახლეობის ჩვენი უბნელების არის ძიმესუნი, ეს კანალიზაციის მოწესრიგება, წყალი, ძველი დავალიანება, რომელიც სართულია ახალი სისტემა წყლისა და სასწაულად ბრუნავს ეს მრიცხველები და უაზრო ციფრები გაიწერა. ჩვენ ვიყავით მოლაპარაკების რეჟიმში. მინისტრის მოადგილემ დაადასტურა, რომ ბათუმის წყლის კომპანია ისე რჩება დამოუკიდებელი ორგანიზაცია. აქედან გამომდინარე, ძალიან უნდა ნაციონალურ მოძრაობას რაიმე პროექტი ჩაგვივარდეს, რაიმე ისე არ გამოვიდეს, როგორც თქვათ ჩვენ გვინდა, მაგრამ ყველაფერში იყოს მოსახლეობა დარწმუნებული. ის პროექტები, რომელიც დაწყებულია ბათუმში, აუცილებლად მივა ბოლომდე.